სახელით ამისად დღევანდელ დღეს ეკლესია აღნიშნავს წმინდა მოციქულის მატათას ხსენებას. მატათა მოციქული ჩვენი თვითონ იესო ქრისტეს ყავდა 12 მოციქული, რომელიც მან გამოარჩია თელეღამის ლოცვის შემდეგ თაზე ასულმა ჩამოვიდა რა თიდან ელოდებოდა მოამრავი ხალხი დაბლა და მან აი ზღვა რაოდენობის ხალხიდან გამოარჩია 12 მოციქული თელეღამის ლოცვის შემდეგ და იმ წამში დასძინა რომ ერთ-ერთი თქვენგანი მე გამყიდისო. ანუ უფალმა თავიდანვე დაუშვა რომ მოციქულებში ერთ-ერთი მისი გამყიდველი იქნებოდა. გარდა ამ 12 მოციქულისა იესო ქრისტეს ყავდა ასევე 70 მოციქული. 70 მოციქულიდანაც 5 მოციქული განკვეთეს, გააგდეს ქრისტეს მოციქულობის პატივი აპარეს და ისე გაუშვეს. აქაც თანაფარდობა დაახლოებით 12 ერთზე გამოდის. დაახლოებით. ანუ 12 მღვდელში და 12 სასულიერო პირში ერთი იუდა აუცილებლად იქნება. ეს თანაფარდობა თვითონ იესო ქრისტემ დაუშვა და ჩვენ როდესაც შევხვდება უღირს მღვდელმსახური, ეს მღვდელი იქნება მონაზურის სამოსით შემოსილი კაცი იქნება თუ ეპისკოპოსი იქნება და დავინახოთ მის უღირსებას, ჩვენ არ უნდა დავბრკოლდეთ და უნდა ვიცოდეთ 12-ში ერთი ქრისტესაც ყავდა ესეთი და უცბად იქნება ესეთი. ამიტომ დღესაც შეიძლება შევხვდეთ უღირს მღვდლებს, სასულიერო პირებს, მაგრამ მათ გარდა არიან ისეთები, რომლებიც გვანა პეტრეს, პაულეს, ნათანაელს, ბართოლომეს, მათეს. აი განკვეთილი იუდადან დღეს ზოგიერთი მღვდელი ისეთ რაღაცას ლაპარაკობს, მღვდელმა კი არა ის კაცმა შეიძლება ილაპარაკოს. თქვენ ახლა მოწმე იყავით, კაცი გამოვიდა, თავის შიშველშვილთან სურათია გადაღებული, მღვდელეო ეძახის, თვითონ ეძახის მღვდელი და შიშველშვილთან აქვს სურათები გადაღებული და რეებს ლაპარაკობს და რეებს აკეთებს. მღვდელმა კი არა, უბრალოდ ერის კაცმა რო გააკეთოს ესეთი რამ, ისეთ ერის კაცთან ერთად სუფრაზე არ უნდა დაждო. კაცი რომელიც შვილს ესე ეპყრობა, იმას როგორ შეიძლება ხალხმა თავის შვილები ჩააბაროს კაცს? როგორ შეიძლება იმ ადამიანს ერთ ბრეული მივიდეს და აღსარება უთხრას? რა უნდა უთხრას? იმა რა უნდა ასწავლოს? მაგრამ უწუში უნდა გაგვახსენდეს იუდა რომ ქრისტესა 12-ში ერთი ესეთი ყავდა. ჯულის კანონში პირდაპირ წერია მღვდელი რომელიც თავის ოჯახს ვერ მართავს, კაცი რომელიც ოჯახს ვერ მართავს, ესეთი კაცი მღვდლად არ აკურთხება. მეცას გეტყვი მღვდელს რომელსაც ერის კაცობაში სერიოზული შეცდომები დაშებული მისი მღვდლობა არ შეიძლება. კაცი სანამ მღვდელი გახდება და სასულიერო პირი მანამდე ერის კაცი უნდა იყოს ნორმალური. ერის კაცობაში უნდა გამოარჩიონ თავისი თვისებებით, ადამიანობით, კაცობით, თავდაბლობით, ტრადიციების ერთგულებით. მღვდელი თუ ადამიანით იმაში ვერ გარკვეულია, თეთრი რა და შავი რა, იმას ხვები როგორ უნდა დამწყებსოს. მანტყუილებს იძახის. იტყუება. იძახი ჩემი მოძღვარი ესე ვკითხე, გამორიცხული არის, რომ ის ეპისკოპოსი, რომელსაც ის ესახელებს, ესეთი რამე დგას, მეც რომ თითქოს შენო დროება სუსტრებოდ ეს ჩამორჩენილი ხალხი შენამდე ვერ მოვა. მაგიშვილი იძახის, რომ ტატუ გავიკეთეო და მივედი ჩემ მოძღვარს და ვკითხეო და იმან თქვა კარგი. ვკითხე მაგის მოძღვარს, საერთოდ არ დადიჭებდა ეს თავში. ერთხელ მომიყვანა მომის. მატყუარები არიან. ბავშვებიდან თვითონაც მატყუარი შუსატყუილებს აჩვენს. ესეთი ადამიანი როგორ შეიძლება ქრისტეს ეკლესიის მღვდელმსახური იყოს? არ შეიძლება. ეს ახლა მე მღვდელი ვარ, მე ამას მე არ მაქვს ამის ძალაუფლება, რა უნდა გავუკეთო, ეს ეპისკოპოსებმა უნდა გააკეთო, ალბათ მიხედავენ მე ესო ფიქრობ. მაგრამ ესეთი მღვდელი არის, მე რო გავიგო, რა რუმინეთის ეკლესიაში ესეთი მღვდელია, საბერძნეთის ეკლესიაში, ჩემთვის იქნება დიდი ტრაგედია და საქართველოში თუ ესეთი იქნება, ყველასთვის დიდი ტრაგედია იქნება. ჯერ კაცი განმოსილი და როგორ შეიძლება მღვდელმა გაიხაროს შესამოსილი? არ შეიძლება ესეთი. და მე მაგდალოცვის ლექსების წერა და პოეტობა თუ უნდა და რაღა მღვდელი ხდებოდა. ეწერა ლექსები და იქნებოდა რა ვიცი. დღესაც ხო არა ესეთი პოეტები რამდენიც. კაცი იძახის წიროს რო ატარებ მუზა რომ მე ჩერდები და ლექსების წერას ვიწყებ. წარმოიდგინე.
ესეთი ადამიანი პირდაპირ დამღუპელი, ვინც მასთან მიერ დაღუპავს, ყველას დაღუპავს. მაგრამ ამ წუთში როგორც გითხრათ, უნდა გაგვახსენდეს იუდას, მაგრამ ალბათ ეპისკოპოსებმაც უნდა იციან ახლა რასაც იზავენ. ესეთი წმინდა ეპისკოპოსი იყო ლეო რომის პაპი, ძალიან დიდი წმინდანია, მე-4-5 საუკუნეში წმინდანად იმიტომ ითვლება, რომ მაშინ დასავლეთის ეკლესია და აღმოსავლეთის ერთი ვიყავით. მართლმადიდებლები ვიყავით. დასავლეთის ეკლესია, რომის ეკლესია, დედა ეკლესიას გამოიყო 1054 წელს ოფიციალურად მე-11 საუკუნეში და მას შემდეგ ცალკე განხეთქილებაში მდგომიც არიან, კანტვალებლებიც არა, ყველაფერი არის. მანამდე ერთად ვიყავით და ჩვენი წმინდანები საერთო იყო და ლეონ რომის პაპი იყო წმინდანი. მე-5 საუკუნეში მოღვაწეობდა. კაცი, რომელსაც პირდაპირ ეცხადებოდა პავლე და პეტრე და პავლე მოციქულები, ესაუბრებოდნენ მათ. კაცი, რომელიც ღმერთი ეცხადებოდა, ღმერთს ელაპარაკებოდა პირდაპირ, ისეთი წმინდა ადამიანი. ეს ის რომის ლეონ რომის პაპი, რომელიც ატილა ხუნების სარდალი, რომელიც მოდიოდა რომის გასანადგურებლად, გააჩინა. მარტო მივიდა, უვაშკაცესი ადამიანი იყო, პიროვნული თვისებები ჰქონდა, ასეთ ვაშკაცური. და კვდება ლეონ რომის პაპი, სიკვდილისი დაიჩეკებოდა ღმერთს ეხოცება, ღმერთო, მითხარი თუ რამე ცოდვები მაქვს, რომ შევინანო ესენიო და შენ წინაშე რო დავდგები არ დავისაჯოთ. უფალი განუცხადეს და ეუბნება ორი დიდი ცოდვა გაქვს, რომელიც ძალიან ძიმედ გაწევს კისერს. ორი უღირსი კაცი მღვდლად აკყავს ნაკურთხი, წარმოიდგინეთ. ორი უღირსი ადამიანი ყავს ნაკურთხი მღვდლად. აი ესეთი უღირსი იყო იუდა მოციქულიც და განკვეთეს. უბრალოდ არ განკვეთეს, თვითონ თავი ჩამოიხრჩა. ფულის მოპარვა დაიწყო, საერთო ფული ებარათ, ქრისტეს ფული და იესო ქრისტეს და მოციქულის ფულს პარავდა. და იმის შემდეგ მან თავი ჩამოიხრჩა და როგორც წერია, ის გასკდა. ჩამოიხრჩა თავი, გაიბერა და გასკდა და ნაწლები გადმოეყარა. აი იუდას მაგია რა ირჩის, დააყენეს დიაკონები, 7 დიაკონი და მათგან გამოარჩინეს მატათა, რომელიც იუდას მაგიერი იქნა არჩეული 12 რიცხვში. სწორედ ეს მატათა მოციქული შემდეგ გადაგებდა საქართველოში და იგი ანდრია პირველწოდებულიც გადაგებდა საქართველოში, სიმონ კანანელის და მატათა სამი მოციქული გადაგებდა საქართველოში. ორი მათგანი საფლავი საქართველოში, მატათასი აჭარაში, სიმონ კანანელის რეგიონში, აფხაზეთში. აი მოციქულთა გადაგების გამო აქ საქართველოს უფლება კათოლიკოს პატრიარქის ხოვრის. პატრიარქი შეიძლება მხოლოდ ქვეყანას ყავდეს, სადაც მოციქულები გადაგებდნენ, ქრისტეს მოციქულები. საქართველოს ეკლესია და საქართველოს მიწა და ჩვენიერი ამ დიდი პატივის ღირსი გახდა, მაგრამ ამ პატივთან ერთად ვალდებულებას დიდი გაქვთ ის წინაშე. ჩვენი ცით ღმერთი ამბობს, ვისაც 2 ტალანტი ჩააბარა ბატონმა 4 მოსთხოვა, ვისაც 5 ჩააბარა 10 მოსთხოვა. ვისაც ერთი ჩააბარა და იმან ვერ დაუბრუნა 2 და ისიც არ გაამრავლდა, ისე შეინახა და არ განავრცო თავის ტალანტები. ღმერთმა კაცად მოკითხა პასუხი, ასევე საქართველოსაც, როდესაც სამი მოციქული იქადაგებდა, ეს ქვეყანა ისევ ნახევრად წარმართული იქნება და ესეთი მღვდლები ეყოლება ეკლესიაში. დაიჯება ქვეყანა. დავით აღმაშენებლის ცხოვრებაში პირდაპირ წერია ქართლის ცხოვრებაში. ჯერ პირდაპირ წერია ქართლის ცხოვრებაში ბაგრატ მეოთხემ. ბაგრატ მეოთხე, როდესაც მოვიდა სათავეში, ეკლესია იყო ძალიან არეული. სიმონის წესი, ანუ მღვდლების ფულად კურთხევა, ფულით აკურთხებდა, ფულს მისცემდა ეპისკოპოსი და მღვდლად აკურთხებდა კაცს. ნათესაობით მღვდლებით კურთხევა, ნათესაობით ეპისკოპოსები ხდებოდნენ და ნუ ახლა წარმოიდგინეთ რა ხდებოდა ეკლესიაში, საშინელება ხდებოდა. და ბაგრატ მეოთხემ სპეციალურად ეკლესიის დასალაგებლად, ეკლესიის საქმეების მოსაგვარებლად ათონის დიდან ჩამოიყვანა გიორგი მთაწმინდელი. 5 წელი გიორგი მთაწმინდელი იყო საქართველოში. ვერაფერს ვერ გახდა. და მივიდა და მეფეს ეუბნება, მე ამათი მომრევი არა, მე ამათი თავი არა. კლანები ქონდა შექმნილი თავის რაღაცები. მე არ შემიძლია ისე და წავალ ისე ჩემ უდაბნოში და ისე ათონის თასზე წავიდა გზაში აღესრულა კონსტანტინოპოლში. ამის შემდეგ პირდაპირ წერია ღვთისმსაჯელოდ, ერისმსაჯელოდ ღმერთმა საქართველოს შემოუწია ტრები
სელჩუკი. შაჰმელიქი იყო ესეთი, რომელმაც მთელი საქართველოს დიდი თურქობა იყო ამ პერიოდს მიწასთან გაასწრო. საერთოდ ყოველთვის ესე იყო, როდესაც მეფე იყო უზნეო და არეული და არეული თავის ცხოვრებით ერიც ესე იყო და ისჯებოდა ქვეყანა, როდესაც ეკლესია იყო არეული, მასინა ჯიდა უღირს უგლების გამო ქვეყანას ღმერთი. და შემდეგ ვიცით, რომ დავით აღმაშენებელი, როდესაც გამეფდა დავით მეფე, დავით მეოთხე, ერთ-ერთ სახურებაზე ღამის თევის ლოცვებია და დიდი მიწისძვრა მოხდება, აღდგომა ღამეს ჩამოინგრევა გუმბათები. ეკლესიაში ყოფილი ხალხი დაიჭყლიბება, წარმოიდგინე, აღდგომა ღამეს ხალხი დაიხოცება ეკლესიაში. ეს იმდენად შემადრწუნებელი რამ იყო, რომ პირდაპირ წერია დავით მეფემ გულისხმა ხო უღირსი მღვდლების გამო მოხდა ეს და გადაწყვიტა ღმერთი ამ ღმერთისთვის იამებინა და უღირსი მღვდლები დაესაჯა. ანუ ღმერთისთვის საამოქმედება არის ეს უღირსი მღვდლების დასჯა. და ამიტომ ეს იყო მიზეზი, შემდეგ რუის ურბნისის კრებაზე დაიწყო იქ და მოაწყო რუის ურბნისის კრება. რუის ურბნისის კრება რო არ ყოფილიყო და ეკლესია რო არ დალაგებულიყო, ქვეყანა ვერ დალაგდებოდა. ღმერთმა მადათა მოციქულის ლოცვებით ჩვენი ქვეყანა დაიფარო და ჩვენი ეკლესია დაიფაროს. ჩვენი ერი აწყვეტეს. და მე ვფიქრობ, ესეთ უღირს მღვდლებს მარტო ეპისკოპოსებმა და მღვდლებმა კი არ მოგკითხო პასუხი. ერის ხალხმა უნდა მოგკითხოს პასუხი, უთხრას მამაო, შენ რო ამას ლაპარაკობ, არ ცხელია. უბრალოდ უნდა კითხოს რა, ჯერ ეს მღვდელი კი არა, კაცმა არ უნდა გააკეთოს ესეთი რამე. 13 წლის ბავშვი რო ყურცხვილს გაიხვეწდა და საყურეცხვირში გაიგდა, ტატუს გაიკეთებდა, ნახევარწრიული პოზიორებას დაიწყებდა, მამამისი რო იძახისო, ჩემი შვილი პოდიუმისთვის ვამზადებო. მეტი რა უნდა გააკეთოს ადამიანი. აი დაცემის კიდე რა უნდა გააკეთოს ეს ადამიანი. ეს რო დაფარულ შეკეთებინა, ამას არ ვილაპარაკებ. თვითონ ინტერვიუებს აძლევს გაზეთი ტელევიზორში. ამიტომ ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ ამას. ღმერთმა ჩვენი ეკლესია დაიფაროს და დავით აღმაშენებლის და გრიგოლ გიორგი ჭყონდიდელის და მადათა მოციქულების ლოცვებით დააწყროს და დაამშვიდოს. ღმერთმა განკუთვნილ